უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები მინდა მოვიკითხო აუცილებლად და ყველა ეს ადამიანი ვინც გაჭირებას ეშინახარ, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ, ვინც ავადმყოფოში სნეულებას შინახარ, ძალიან ბევრ ადამიანს ჭირს დღეს რაღაც გრიპი და ყველას მინდა რომ სიცხეები გაქვს, რაღაცა პრობლემები გაქვს და ყველას მინდა რომ გამოკეთება და სიხარული გისურვოთ აუცილებლად და რავი გადავსებულია ავადმყოფოები და თავს მიხედეთ და რა ვიცი ღმერთის შეგეწიოთ და ყველაფერი კარგ გისურვოთ, ხოლო დღევანდელი ჩემი სტუმარი გახლავთ მამაშიო კვარცხელი რომელიც ძალიან მოგვანატრა თავი და დაგლოცეთ თუ შეიძლება არქიმანდრიტი ადამიანი რომელიც მობრძანდა და დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს საინტერესო იმ ხრივ რომ კიდე თან ბერისგან ამბობის სხვა არის ეს ყველაფერი ძალიან ხშირად უსაუბრია ჩემთან მღვდლებს სასულიერო პირებს თეთ სამღვდელოებას მაგრამ ბერებისაგან სხვა არის ამ თემის მოსმინა ლოცვასთან დაკავშირებით გვექნება დღეს თემა მამაო დაგლოცეთ თუ შეიძლება დიდ ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაალოცოს თქვენი მსმენელი დიახ დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო მობრძანებისათვის და თუ შეიძლება მამაო აი ადამიანები მაინც მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრჯერ დამისვავს ეს კითხვა და ყველაფერი რაც გვერევა რაც გვეწყობა ხო ყველაფრის ამის თავი და თავი ბოლო და ბოლო არის ის რაც არის ჩვენი ღმერთთან ურთიერთობა ღმერთთან ურთიერთობა თუ როგორ შეიძლება არის ეს ლოცვა ხო ლოცვას ეძახიან მეორე მხრივ ღმერთთან ურთიერთობას თუ შეიძლება როგორ უნდა წარმართო ჩვენი ღმერთთან ურთიერთობა სწორად ანუ ლოცვა ვინაიდან ადამიანები ძალიან სუსტები ვარ და არასოდეს ვერასოდეს ვერ ვიყენებთ ისე ჩვენ ლოცვას როგორც საჭიროა იმიტომ რაღაცას სულ არასწორად მიყვავს ხოლმე და თუ როგორია სწორი ლოცვა თქვენგან თქვენი ხედვით დანახული ძალიან მაინტერესებს ძალიან ბელი მღვდელი ყოფილა დეკანოზი მაგრამ აი ესე არქიმანდრიტისთვის არის დამისვავს ეს კითხვა თან ბერებისათვის და ერში მაინც რაღაც ბერების ლოცვა ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მამაო და მაგიტომ მაინტერესებდა თქვენი თვალი დანახული და აღთმული ეს ამბავი რა თუ შეიძლება პირველად სახარებაში ჩვენ ლოცვაზე საუბარი გვხდება როდესაც მაცხოვართან მიდიან მოციქულები და ეუბნებიან გვასწავლე ლოცვაო და მამა და მაცხოვარიც ეუბნება მამაოჩვენოს მაგრამ სანამ მაცხოვარი ხო ეუბნება მამაოჩვენოს ლოცვას მანამდე ეუბნება და ასწავლის იმას თუ როგორ უნდა ილოცოს ადამიანმა და პირველი რასაც ეუბნება მაცხოვარი ეს არის ის რომ ლოცვის დროს ნუ იქნებითო თვალთმაქცი აი რას ნიშნავს ლოცვის დროს ნუ იქნები თვალთმაქცი თვითონ სახარების ამ კონტექსტიდან ჩანს რომ თვალთმაქცი არის ადამიანი რომელიც მოქმედებს კაცის თვალის დასანახავად და არა ღვთის თვალის დასანახავად ანუ ეს არის ადამიანი რომელიც ცდილობს რომ კაცის მზერა მოაპყრას თავისკენ და არა ღვთის მზერა და ასეთებზე მაცხოვარი არ ამბობს იმას რომ არ მიიღებენო საზღაურს ისინი მიიღებენო საზღაურს მაგრამ არა კაცისგან არამედ ღვთისგან არამედ კაცისგან ეს იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ხო სადაც თესავს იქ იმკის და აი რატო არის აუცილებელი რომ ლოცვის დროს ადამიანის მზერა ხო აქცენტი იყოს უშუალოდ ღვთისკენ როგორც ვიცით ლოცვა ეს არის გონების საუბარი ღმერთთან ხო ადამიანი ლოცვის დროს გონებით ესაუბრება ღმერთს და ეს კარგად არის აი ნაჩვენები მეზვერესა და ფარისევლის იგავში სადაც ჩვენ ვიცით რომ მეზვერე და ფარისეველი ორივე ადის ტაძარში სალოცავად ფარისეველი ამბობს ესეთ რამეს რომ ღმერთო მადლობაო რომ არა ვარო მრუშიო არა ვარო ცრუ ან არა ვარო ისეთი როგორც ეს მეზვერეო ანუ მის ამ სიტყვებში ჩანს რომ მისი აქცენტი არის მეზვერისკენ მას აქცევს ყურადღებას მის გვერდით დგომ ადამიანს და მეზვერე კიდე ესე ლოცულობდაო რომ ღმერთო მილხინე მეწოდილს შემინდეო მეწოდილსო და ზეცისკენ ვერ ბედავდაო თვალების ახილას ანუ მეზვერის ლოცვაში ჩანს ის რომ ის ფარისეველს კი არ აკვირდება არამედ აქცენტი აქვს ღვთისკენ და სწორედ ამიტომ ისმინა ღმერთმაც მეზვერის ლოცვა ანუ ლოცვის დროს მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული არა ადამიანისკენ არამედ ღვთისკენ და აი რატო იყო მეზვერის ყურადღება ღვთისკენ და რატო იყო ფარისევლის ყურადღება კაცისკენ აი მეზვერის სიტყვებში ჩანს რომ ის განიცდის საკუთარ ცოდვას ანუ ადამიანს ხო რომელსაც რაღაცა ავადმყოფობა აწუხებს და რაღაცას ტკივა ესეთ ადამიანს ერთადერთი უნდა ის რომ ექიმმა მიაქციოს მას ყურადღება მას არ აინტერესებს ადამიანი რას ფიქრობს მას აინტერესებს ექიმის მასთან მოსვლა და ის რომ ექიმმა განკურნოს და ეს განცდა აქვს სწორედ მეზვერეს და ფარისეველს კიდე თავისი თავი მართალი გონია და ვერ ხედავს საკუთარ თავში ღვთის საჭიროებას და ამიტომ არ არის მისი მზერა უფრო ღვთისკენ არამედ არის უფრო ადამიანისკენ და ამის შემდეგ ხო მეორე რასაც მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს არის ის რომ ლოცვის დროსო შედიო შენს ოთახში და დახურეო კარი
ხა აქ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს კითხვა, მაშინ რა ტაძარში არ უნდა ილოცოს ადამიანმა? რა თქმა უნდა, ადამიანმა ტაძარშიც უნდა ილოცოს, მაგრამ აქ საუბარია ლოცვის მიზანზე. თუ რა მიზნით ლოცულობთ ჩვენ? აი შეიძლება ადამიანი მაგალითად დახურულ კარებში ლოცულობდეს და თუ ამას ის კაცის დასანახავად აკეთებს, მაშინ ესეთ ლოცვას ღმერთი არ შეისმენს, მაგრამ შეიძლება ადამიანი ტაძარში იდგეს და კაცთა წინაშე ლოცულობდეს, მაგრამ ამას კაცის დასანახავად კი არ აკეთებდეს, არამედ იმისათვის, რომ ღმერთმა ისმინოს მისი და ასეთ დროს ასეთ ლოცვას ღმერთი აუცილებლად შეისმენს და შეიწირავს და თვითონ ასეთ მდგომარეობაში ხო აი ადგილი კი არ უშლის ადამიანს ხელს ლოცვაში, არამედ განწყობა. აი რა განწყობით ლოცულობს ადამიანი, იმიტომ რომ აი მეზვერე და ფარისეველი ხო ორივე ერთი და იგივე ადგილას არის, ორივე ტაძარშია, მაგრამ ორივე სხვადასხვა განწყობა აქვს ლოცვის და ერთისას ისმენს ღმერთი, მეორისას კიდევ არ ისმენს. ასევე ნეტარ ავგუსტინეს ხო ამასთან დაკავშირებით აქვს ძალიან ისეთი საინტერესო აზრი, შედის შენს ოთახში და დახურე კარი. აი შედის შენს ოთახში ხო ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უნდა შევიდეს საკუთარ სულიერ სამყაროში, საკუთარ თავში. და ამის შემდეგ უნდა დახუროს კარი იმისათვის, რომ მასში არ შემოვიდეს სხვა ბოროტი აზრები და ფიქრები. და ამასთანავე კარი უნდა დახუროს იმისათვისაც, რომ თვითონაც არ გავიდეს საკუთარი თავიდან ამ კარით და თვითონ არ დაიწყოს ლოცვის დროს ფიქრი სხვადასხვა ამ მიწიერ საზრუნავებზე. ამის შემდეგ მესამე ხო, რასაც მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს, ეს არის ის, რომ ლოცვის დროს ნუ იქნებითო თვალთმაქცევიო. უпроსტად ლოცვის დროს ნუ იქნებითო მრავლისმეტყველი როგორც წარმართებიო. და ეს კარგად ჩანს ბიბლიაში ის, რომ წარმართებს იმედი ჰქონდათ იმისა, რომ რაც უფრო დიდხანს ილოცებდნენ, აი ამ დიდხანს ლოცვის გამო იქნებოდნენ შესმენილი. ეხლა ჩვენც ვიცით, რომ ჩვენს ღვთისმსახურებაში ხო, ეკლესიის მსახურებაში მწუხრი ცისკარი წირვა ის საათების განმავლობაში გრძელდება. მაშინ რა არ უნდა ვილოცოთ დიდხანს? რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა ილოცოს დიდხანს და უნდა დაესროს მსახურებას, მაგრამ აქ წარმართების ხანგრძლივ ლოცვასა და მართლმადიდებლების ხანგრძლივ ლოცვას შორის სხვაობა ის არის, რომ როდესაც წარმართები ხანგრძლივად ლოცულობენ, იმათ იმედი აქვთ იმისა, რომ აი ამ ხანგრძლივი ლოცვის გამო იქნებოდნენ შესმენილები. ჩვენთან კიდე ჩვენს ღვთისმსახურებაში ხო ხანგრძლივი ლოცვა ემსახურება ხარისხს. ანუ ჩვენ ხანგრძლივად იმისთვის უნდა ვილოცოთ, რომ ლოცვის ხარისხი მოვიპოვოთ და ამ ლოცვის ხარისხის გამო ვიქნებით შესმენილები. აი ისააკ ასური ამბობს ესეთ საინტერესო სიტყვებს, რომ ლოცვის სიმრავლეო შობსო ლოცვის ხარისხს და ლოცვის ხარისხი შემდეგ კვლავ შობსო ლოცვის სიმრავლეს. ანუ ლოცვის სიმრავლე იმ შემთხვევაშია გამართლებული, როდესაც ადამიანს უნდა რომ ამ ლოცვის სიმრავლიდან გამომდინარე მოიპოვოს ლოცვის ხარისხი. და როდესაც უკვე ადამიანი ხო ლოცვის ხარისხს მოიპოვეს, მას მერე უნდა რომ მუდმივად ილოცოს ღვთის წინაშე, იმიტომ რომ როგორც მამები ამბობენ, როგორც ვერაფერი შეედრება ღმერთს, ასევე ვერაფერი ვერ შეედრება ღმერთთან ასეთ ლოცვით კავშირს. და ბოლოს მეოთხე, რასაც მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს, არის ის, რომ მამამ თქვენმამ იცისო რა გჭირდებათო თქვენ, ვიდრე თქვენ ითხოვდეთო. ეხლა აქაც ბუნებრივი ადამიანს ისევ კითხვა გაუჩნდება, თუ ღმერთმა იცის რა მჭირდება მე, მაშინ რა აზრი აქვს ლოცვას. და ეს თავის დროზე ისეთი მწვავე თემა იყო და პირველი აქ არის ის, რომ ჩვენ როდესაც ვლოცულობთ ღვთის წინაშე, არ ვლოცულობთ როგორც აი მაგალითად ღვთისთვის რა თვითონ ვცდილობდეთ ღმერთს რაღაცა ინფორმაცია მივაწოდოთ იმის შესახებ, თუ რა გჭირდება ჩვენ. აი ღმერთი ხო ყოველთვის მზად არის მისცეს ადამიანს ის, რაც მას სჭირდება, მაგრამ აი ადამიანი არ არის ყოველთვის მზად იმის მისაღებად, რაც ჩვენ გვჭირდება. და ლოცვა სწორედ ეს არის საკუთარი თავის გამზადება იმისათვის, რაც ადამიანს სჭირდება. აი როგორც მაგალითად ხო თხოვნელი რომელიც ქუჩაში დგას, ხო მან ხელი უნდა გაიშვიროს იმისათვის, რომ მოწყალება მიიღოს. ასევე ადამიანმა ხო უნდა ილოცოს იმისათვის, რომ მიიღოს ღვთისგან მადლი და წყალობა. ანუ ლოცვა ეს არის ღვთისკენ გაშვერილი ხელი იმის მისაღებად, რაც იცის, რომ ღმერთმა ჩვენ გვჭირდება. და ამის შემდეგ უკვე იწყება ლოცვა. ამის შემდეგ უკვე ეუბნება მაცხოვარი მამაოჩვენოს, ანუ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ სადამ ადამიანი ლოცვას დაიწყებს, მანამდე ჯერ უნდა იცოდეს ის, თუ როგორ უნდა ილოცოს. მაგრამ ამ ყველაფერსაც წინ უძღვის ის, რომ სანამ მოციქულები ლოცვას ისწავლიან და ლოცვას ასწავლის მაცხოვარი მოციქულებს, მანამდე მაცხოვარი საუბრობს იქ ნეტარებებზე, საუბრობს ზნეობრივ თემებზე, ანუ აცნობს მოციქულებს იმას, თუ ვინ არის ღმერთი. ანუ ადამიანმა ხო სანამ ლოცვას დაიწყებს და ლოცვას ისწავლის, პირველ რიგში უნდა იცოდეს და ისწავლოს ის, თუ ვინ არის ღმერთი.
და როცა გაიგებს თუ ვინ არის ღმერთი და ისწავლის ღმერთს, ამის შემდეგ ადამიანმა უნდა ისწავლოს ლოცვა, როგორ უნდა ილოცოს ის. და ადამიანი როცა ისწავლის როგორ უნდა ილოცოს, ამის შემდეგ არის უკვე სწორი ლოცვის დაწყება და ასეთ შემთხვევაში იქნება ადამიანის ლოცვა გააზრებული და შედეგიანიც. ძალიან დიდი მადლობა მამო ისეთ ლამაზსაუბრისათვის და ლოცველი ადამიანები რამდენად უნდა ჩანდენ თვითონ და რამდენად უნდა მიაქციოს ადამიანმა მის ლოცვას ყურადღება, იმიტომ რომ არის კატეგორია რომლებიც იძახიან რომ სიტყვაზე აუ მე რამ ლოცველი ვარ ესე და ამით პირიქით ქებას გამოიმუშავებენ ხოლმე რომ აი არა მაგარი ადამიანია და ნახე როგორ ამბობს თავის ლოცვაზე ვითომ ლოცველი არ არის და პირიქითაც არის ხოლმე რომ აუ მე ვილოცებ შენზე და ყველაფერი კარგად იქნება და შეგხვდება აუ მე ვლოცულობ შენზე და აი ნახე რა კარგად იქნება და რაღაცა. ანუ ეს მომენტი, ორი მომენტი, აი ამის შუალედი როგორ უნდა დავიცვათ, მამო, იმიტომ რომ ადამიანებს ან აქეთ ამხარე გვაქვს, ან იქით ამხარე, რაღაცა შუალედი არ გავგაჩნია. სულ ყოველთვის რაღაცა ან ჩვენ ლოცვას ვაქცევთ, აი ნახე მე ვილოცებ და გამოკეთება. ასე შემდეგ, ანუ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომ მისი მლოცველობა არ იყოს მისი რაღაცა წინასახე, სანამ აი ადამიანს თუ დაინახავ აი ზოგს 500-იანი ფსკვნილები რო უჭირავ და აი ეგრევე შევხედავ ხოლმე ზოგი ძალიან ანუ ეს ზედმეტად იმათი ჩანა რომ რაღაცა ისე ძალიან დიდი წვერები და რაღაცა ერის ხალხი რა ზოგი იქ მუშაობს ზოგი აქ, მაგრამ რაღაცა ისა აქვთ რა რაღაც ანუ ფასადა თუ რათა აქვთ ეს ქცეული არ ვიცი, მაგრამ ყვირის ის რომ ის საღამოს ლოცვას კითხულოს ან დილის ლოცვას. ან არ კითხულოს, მაგრამ ეკლესიურია. აი რამდენად უნდა გქონდეს მამაო ეს და რამდენად უნდა ყვიროდეს და რამდენად არის საჭირო რომ ეს შენ აყვირო, იმიტომ რომ მაინც ლოცვა ხო პირადია მამაო და ეს შენი პირადი ღმერთთან ურთიერთობა გამოდიხარ და ეუნები ადამიანს რომ მე ღმერთთან ურთიერთობ 5 საათი და კითხულობ დღეში 50 ფსალმოს შეიძლება თუ არა თუ პირიქით შეიძლება იყოს ის პერიოდი რომ ადამიანებს უთხრა რომ მე მლოცველი ვარ და თქვენც იყავით. აი ეს მამაო რამდენად უნდა გავითვალისწინო და რამდენად უნდა ვიცოდეთ ესე მოვიქცეთ თუ ისე, იმიტომ რომ ზოგიერთი ერის კაცი მამაო ბერებზე უფრო მაგრა ყვირიან ქუჩაში რა და ძალიან ცუდად ჩანს ეს ხვის თვალშიც და ისეც რაღაცა ისეთი არის რა არასასიამოვნო და თუ შეიძლება მამო აი ეს როგორ გავაკეთოთ თუ ჩვენ ლოცვას ყურადღება არ მივაქციოთ რა. ნუ როგორც აღნიშნეთ აი მაცხოვარმა თქვა დაფარულში ილოცეო ხო? ეგ ნიშნავს იმას რომ ადამიანი არასდროს არ უნდა ცდილობდეს საკუთარი სათნოების წარმოჩინას. ყოველთვის უნდა ცდილობდეს რომ რაც შეიძლება დაფაროს საკუთარი სათნოება. და თვითონ აი როდესაც ადამიანი აი მაგალითად დგას მეფის წინაშე და მეფეს ესაუბრება, ასე დროს ვერავინ ვერ ბედავს იმას, რომ მათ საუბარი გააწყვეტინოს და ეს მეფის შიშიდან გამომდინარე. ასევე ადამიანი, როდესაც ღვთის წინაშე დგას და ლოცულობს, ხო? ასეთ ადამიანს ეშმაკი ვერ ეკარება და ეს მისი ლოცვის დამსახურება კი არ არის, არამედ ღმერთიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ეშმაკი ვერ ბედავს ღმერთთან მიახლებას. და თუ კი ეშმაკი ვერ ბედავს ღმერთთან მიახლებას, ასევე ეშმაკი ვერ ბედავს იმ ადამიანთან მიახლებას, რომელიც ღმერთს ესაუბრება და ღმერთთან ერთობაშია. და რა თქმა უნდა, თუ შენ ლოცვას ღმერთი ისმენს, კარგია და დიდია და თვითონ ლოცვის შესმენაც ხო გამომდინარეობს იქიდან გამომდინარე აი რამდენად შენ მოწადინებული ხარ, აი რამდენად შენ შრომობ ღმერთში იმისათვის რომ შენი ლოცვა წარმატებული იყოს. იმიტომ რომ აი ხშირად არის ხო ადამიანს ლოცვის დროს გონება ეფანტება, სხვაგან გაურბის გონება და ფიქრობს რომ უნდა შეწყვიტოს ლოცვა და არა და ეს არ არის სწორი. პირიქით ასე დროს ადამიანმა კიდევ უფრო მეტად უნდა ილოცოს, იმიტომ რომ ლოცვა მლოცველს ეძლევა. და რაც უფრო მეტად იშრომებს ასე დროს ადამიანი ლოცვაში, ხო, სწორად, მით უფრო მეტად წარმატებული იქნება. აი როგორც მაგალითად ბავშვი, ხო, რომელიც სიარულს სწავლობს, დაეცემა, შემდეგ ისევ ფეხზე წამოდგება, ისევ დაეცემა, ისევ წამოაყენებენ ფეხზე და ასე გრძელდება, მანამ სანამ ბავშვი საბოლოოდ სიარულს არ ისწავლის და ლოცვის დროსაც ხო ადამიანს გონება ეფანტება ღმერთში, შემდეგ ისევ უბრუნდება გონებით ლოცვას და ასე უნდა გაგრძელდეს, მანამ სანამ ადამიანი საბოლოოდ ლოცვაში არ განმტკიცდება. იმიტომ რომ აი ლოცვის სული ხო ყურადღებაშია, აი ლოცვის სული ეს არის ყურადღება, აი როგორც სხეული ხო ცოცხალია მაშინ, როდესაც მასში სული იმყოფება, ასევე ლოცვა და სხეული სულის გარეშე მკვდარია, ასევე ლოცვაც ხო ყურადღების გარეშე მკვდარია. ღმერთი არ ისმენს ისეთ ლოცვას, სადაც გონება არ არის ჩართული და გონებით და ისეთი ყურადღებით არ მიდის ლოცვა. და ესე დროს საერთოდ ულოცველობა ჯობია ადამიანი მაინც ლოცულობდეს, იმიტომ რომ ეხა ადამიანს რო კონდეს მაგალითად ხორბლის თესლი, რომელიც დაზიანებულია.
და ფიქრობს, რომ რა აზრი აქვს ამის დათესვას, სრულყოფილ ნაყოფს მაინც ვერ მივიღებო. ესე დროს ეს ადამიანი ხო თუ არ დათესავს ამ ხორბლის ნაყოფს, ზამთარში შეიძლება საერთოდ მშიერი დარჩეს. მაგრამ თუ კი დათესავს ამ დაზიანებულ ხორბლის მარცვალს, ხო, რაღაცა გარკვეულ საკვებს მაინც მიიღებს და ზამთარში მთლად მშიერი არ დარჩება. ასევე ადამიანს ხო, რომელსაც არ აქვს ისეთი სწორი ლოცვა, ხო, და ისეთი გონება გაფანტული ლოცვა აქვს, მან მაინც უნდა იშრომოს იმისათვის, რომ მიიღოს ესეთი სრული და სწორი ლოცვა. იმიტომ რომ აი შედარების, აი როგორც მთვარიანი ღამე ჯობია მაინც ბნელ ღამეს, ხო? და უკუნღამეს. ესევე საერთოდ ულოცველობას მაინც ჯობია რომ ადამიანს ესეთი გაფანტული ლოცვა ქონდეს, მაგრამ ეს აუცილებლად იმისათვის რომ საბოლოოდ წარმატებული ლოცვა მოიპოვოს. ძალიან დიდი მადლობა და მაინც ამდენი ადამიანი ლოცულობს, ესე ლოცულობთ, ამდენი სასულიერო პირია და ეხევთ იმისა რომ ადრე რაოდენობა იყო ათეულობით ადამიანი ლოცულობდა, მაგრამ ლოცულობდნენ მართლა სწორად და მათი ლოცვა ისმინებოდა, ხო? დღეს რაღაცა ვერ შეისმინა უფალმა ამათი ლოცვა, იმიტომ რომ ესე დღეში არ ვიქნებოდით, ხო? ამდენი 1000 სასულიერო პირი, ამდენი მილიონი მორწმუნე, მაგრამ ჩვენი ლოცვა თითქოს ჩვენი სახლის იქით კი არ ჩვენ სახლშიც არ ტრიალებს რა. თუ შეიძლება მამაო, რა უნდა ქნას ადამიანმა მისი ლოცვა, რომ უფლამდე მივიდეს, მაგრამ არი მაგალითები სხვა, როცა აი ავაზაკის ლოცვა იგივე თქვენ საუბრობთ, ძალიან ბევრი ცუდი ადამიანის ლოცვა შეუსმენია უფალს, ხო? აი რა მომენტი, ანუ ვერ ვიტყვით იმას, რომ აი იცი რა ძალიან წმინდა უნდა იყო და შენი ლოცვა მივა მარტო, ხო? ანუ როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, როცა მისი ლოცვა მიდის უფლამდე? და რომელიც არ მიდის სიტყვაზე და რაღაცა არის სხვა რაღაცა გასაკეთებელი, რომელიც უნდა გააკეთოს, რომ შემდეგ მივიდეს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჩვენსაც უფალი არ ისმის, რაღაც ძალიან დავშორდით უფალს და ძალიან შორს ვართ იმისაგან, რომ მივაწვდინოთ ხმა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე შეიძლება 10 კაცი ლოცულობდა და მიდიოდა ის ხმა და დღეს 100,000 ლოცულობს, მაგრამ საერთოდ რაც რეაგირება არ არის და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით ძალიან გულიც მტკივასავით რაღაცა და აი ვის ლოცვას ისმენს ღმერთი. ამაზე აი საუბარი არის სახარებაში, აი მაგალითად ჩვენ ვიცით რომ მეზვერის ლოცვა ისმინა, იმიტომ რომ სინანულიდან და ესეთი განცდიდან გამომდინარე იყო ვიცით ავაზაკის ლოცვა ისმინა. ასევე სახარებიდან ჩვენ ვიცით რომ მაცხვარი ამბობს, სადაც 2 ან 3 შეიკრიბება ჩემი სახელითო, მამა შეისმენსო მათ თხოვნასო. და აქ საინტერესოა ის რომ აი 2 ან 3 შეიკრიბება ჩემი სახელით, ანუ ქრისტეს სახელით, სადაც 2 ან 3 შეიკრიბება და ქრისტეს სახელიში არის ხსნა, ანუ ქრისტეშია ხსნა. და ის ადამიანები, ვინც ხსნის გამო შეიკრიბება ღმერთთან და ღმერთს თხოვს ხსნას, ასეთი ადამიანების ლოცვას ღმერთი ისმენს. თუნდაც მაგალითად აი სხვა აღმსარებლობის ადამიანი მოვიდეს ქრისტეში და დაიწყოს ქრისტეში ჭეშმარიტების ძიება და გარკვევა იმისა თუ რა არის ჭეშმარიტება და ვინ არის ქრისტე და თხოვოს ქრისტეს ხსნა, ღმერთი მას ლოცვას შეისმენს და უჩვენებს ხსნის გზას, იმიტომ რომ ღმერთს ყველას ცხონება სურს. მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს აი შემთხვევა, როდესაც აი პავლე მოციქულმა ილოცა და ღმერთმა არ შეისმინა მისი. და პავლე მოციქულიც რას ევედრება ღმერთს, რომ იმისათვის რომ მეტი გამოცხადებებით არ გავმედიდურებულიყავიო, მომეცაო სხეულში ეკალის სატანის ანგელოზიო და სამჯერ თხოვეო უფალს და არ ისმინაო ჩემი. ანუ პავლეც ევედრება ღმერთს, რომ ეს სატანის ანგელოზი მოაშოროს, ანუ ხსნას ევედრება ისიც ხო ამისგან განთავისუფლებას. მაგრამ ღმერთმა არ ისმინა მისთვის, იმიტომ რომ ეს პავლესთვის არ იქნებოდა სასარგებლო. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ პავლე მოციქული ამბობს, რომ იმისათვის რომ მეტი გამოცხადებებით არ გავმედიდურებულიყავიო, ამისათვის მომეცაო ეკალის სხეულში. ანუ პავლესთვის ღმერთს რომ ეს განსაცდელი მოეშორებინა, შეიძლებოდა პავლე უფრო დიდ განსაცდელში აღმოჩენილიყო. და პავლეს თხოვნა კი იყო სწორი, მაგრამ არ იყო სასარგებლო იმ მომენტში პავლესთვის. ამიტომაც ღმერთმა არ ისმინა მისი და საერთოდ როდესაც ადამიანი ლოცულობს ხო ღვთის წინაშე, მიიღებს თუ არ მიიღებს იმას, რასაც ლოცვაში ითხოვს, ორივე შემთხვევაში მადლიერი უნდა იყოს ღვთის. და როგორც მიღება არის სიკეთე, ასევე ღვთისგან არმოცემაც სიკეთეთ უნდა ჩათვალოს, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ღმერთი არმოცემითაც ზრუნავს ჩვენს, აი როგორც მაგალითად პავლე მოციქულის შემთხვევაში არმისა და ამითი უფრო მეტად იზრუნა ღმერთმა პავლეზე. ასევე აი ვის უსმენს ღმერთი ხო?
ადამიანი როდესაც ლოცულობს, აი სწორი და ისეთი ნათელი წარმოდგენა უნდა ქონდეს იმის შესახებ, რასაც ლოცულობს და ამასთანავე ცხოვრებითაც იქითკენ უნდა მიდიოდეს, რასაც ლოცვაში ამბობს. აი მაგალითად ხო ავიღოთ მამაუჩუნოს ერთ-ერთი მუხლი მოვედინ სუფევა შენი. აი ადამიანმა თუ არ იცის რა არის ღვთის სუფევა, შეუძლებელია რომ მან ღვთის სუფევა მიიღოს. აი მოვედინ სუფევა შენი, თვითონ სუფევა რას ნიშნავს? სუფევა ნიშნავს ღვთის მეფობას. და როდესაც ადამიანი ამბობს მოვედინ სუფევა შენი, ესე იგი ამბობს რომ ღმერთო შენი მეფობა შემოვიდეს ჩემში, შენი მეფობა დამკვიდრდეს ჩემში. და ის ნებები რომელიც ჩემში მეფობს, ის ნებები განქარდეს და დამარცხეს. მაგრამ ამას ახლა ლოცვაში ვამბობთ მოვედინ სუფევა შენი და ვითხოვთ, მაგრამ აი ცხოვრებით როგორ უნდა წავიდეს ადამიანი აქეთკენ, რა უნდა გააკეთოს იმისათვის რომ ღვთის მეფობა შემოვიდეს მასში. ამასაც ჩვენ სახარები დამგებულობთ, იმიტომ რომ სახარებაში მაცხოვარი ამბობს რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოვებულ არსო სასუფეველი ცათა. ესე იგი ცათა სასუფეველიც რა არის? ცათა სასუფეველი არის ღვთის მეფობა. და ადამიანი რომელიც სინანულით ემზადება, ხო? ასეთი ადამიანი ღებულობს ცათა სასუფეველს. ასეთ ადამიანში შემოდის ღვთის მეფობა. ანუ როდესაც ჩვენ ვამბობთ მოვედინ სუფევა შენი და ამას ვთხოვთ ღმერთს, ჩვენი ცხოვრებით ხო სინანულით უნდა ვემზადებოდეთ ამ ღვთის სუფევის მისაღებად. ასევე აი მამაუჩუნოში ჩვენ ვამბობთ ხო მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ადამიანი როდესაც ამბობს მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, აი სწორი წარმოდგენა უნდა ქონდეს იმისა თუ ვინ არის ბოროტი, რატო არის ბოროტის მონობის ქვეშ. ბოროტი როგორც ჩვენ ვიცით არის ეშმაკი, ხო? და როდესაც ჩვენ ვამბობთ მიხსენ ბოროტისაგან, ესე იგი ვამბობთ რომ მიხსენ სიცრუისაგან, იმიტომ რომ ბოროტი ეს არის სიცრუე. აი ეშმაკმა მოატყუა ადამი და ეს სიცრუე გამეფდა ადამიანში და აქედან გამომდინარე თითოეულ ჩვენთაგანში, ხო? და როდესაც ჩვენ ვამბობთ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამ ლოცვის ესეთი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ღმერთს ვევედრებით, ღმერთო მიხსენი იმ სიცრუისაგან, რომელიც ჩემში ეშმაკიდან შემოვიდა. ხა როდესაც ამას სიტყვებით ვამბობ და ვლოცულობ და ის საქმით რა უნდა ვქნათ? საქმით ის უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ უნდა დაიწყოს ჭეშმარიტების გაგება. თუ ჩვენ სიცრუის მონობაში ვართ, სიცრუისგან ადამიანი განთავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ის დაიწყებს იმის ძიებას, თუ რა არის სიმართლე და რა არის ჭეშმარიტება. ანუ ლოცვასთან ხო უნდა ზრდევდეს შესაბამისი ცხოვრება და ასეთ დროს უკვე ადამიანის ლოცვაც გააზრებულია და სწორია და ეს იმისათვის არის საჭირო რომ აი როდესაც ადამიანი ღვთისგან რაღაცას მიიღებს, უნდა დაინახოს ის რომ მიიღოს ღვთისგან, ღმერთისგან, იმიტომ რომ ამით შემდეგ მადლიერი უნდა დარჩეს ღვთის და თუ ვერ გაიგო ადამიანმა რას ღებულობს ღვთისგან და რას არა, მაშინ ის უმადური დარჩება ღმერთის და ეს კიდევ უფრო მეტად სასჯელი იქნება. დიახ, მამაო, ძალიან დიდი მადლობა და დღეს მამაო ადამიანებს ისე უჭირთ სამწუხაროდ ჩვენ და ხო რაღაცა მატერიალური სათხოვარი უფრო აქვთ ხოლმე ღმერთთან, ვინაიდან არის ლოცვა ღმერთთან საუბარი, ზოგადად თხოვენ იმას რაღაცა ზოგს პური არა აქვს, ზოგს შვილი ყავშიერი, ზოგს შვილისთვის ტანის ამოსე. რამდენად მართალი არის ეს მამაო, რამდენად მიღებული არის და ამიტომ ხო არ არის ის რომ რაღაცა არ ესმის ჩვენი ღმერთს, რომ რაღაც ისეც ვთხოვთ, რომ რაღაცა მატერიალურია და ის გთხოვს, რომ რაღაცა სულიერი მოითხოვ, იმიტომ რომ ძირითადად ესე ძალიან საჭიროა და შეიძლება ამანაც გაცხონოს, რომ რაღაცა სხვისთვის ითხოვ, ვიღაცა გაჭირებულისთვის ითხოვ, რომ ღმერთო ამას ფეხსაცმელი მეცია რაღაცა, მაგრამ მეორე მომენტი ის, რომ უნდა რომ სულიერი ითხოვ და ეს მატერიალური ყველაფერი გადადო. ხა როგორც თქვენ მამაო გეკითხებით, როგორც ბერს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ ერთში საერთოდ სხვანაირად ლოცულობთ ხოლმე. სულ ეხა არავის არ გვახსოვს ის რომ ეხა აი დარწმუნებული ვარ ეხა ვიცი რომ ყველას გულზე მოხდება მაგრამ 100-დან 99 არ ამბობს იმას რომ ღმერთო ეხა მომკალი და 60-ში მომახვდინე მე ყველა ლოცულობს რომ დიდხანს მაცოცხლე 1000 წელი ვიყო აქ დავბერდე დავჭკნე აქ ოღონდ აქ ვიყო არავინ არ ამბობს იმას რომ ღმერთო მაცხონ ეხა ბერები უფრო ამბობენ რომ ღმერთო 60-ში მოხვდე და ასე შემდეგ ხო ვიყო თქვენთან ჩვენ ვამბობთ პირიქით სამწუხაროდ ეგრე არის რა მამაო რომ პირიქით ვამბობთ რომ ღმერთო ნეტა აქ ვიცხოვრო დიდხანს კარგად ჯამთველად რაღაცა დალოცვებიც ეგეთი გვაქვს ჩვენ რა ესში სამწუხარო და მამო აი ეს რამდენად შეესაბამება ადამიანს რომ იმიტომ რომ ფაქტია რომ ღმერთი უშვებს ამას რომ თითქოს შვილისთვის საკვები მოითხოვო შვილი კარგად ყავდეს რაღაცა ზოგი ბინას ითხოვს რომ კარგად იცხოვროს აქ იმიტომ რომ ბინა არ აქვს და ქუჩაში არ იყოს და ასე შემდეგ და სულ არ აინტერესებს ახლა ის მე 20 წლის მე რომ მოკვდება 60-ში იქნება თუ სად იქნება სიტყვაზე ვამბობ ბოდიში ვიხდით ცოტა უხეშად ვარ
კითხულ ვამბობ ამას. თუ შეიძლება მამო, აი ამასთან დაკავშირებით, აი ამიტომ ხო არ არის ჩვენი ლოცვა რო არ მიდის უფლამდე, იმიტომ რომ ჩვენი მაინც მატერიალურისკენ უფრო იხრება და მაინც რაღაცა აქაურობისკენ არის უფრო მამო. აი საერთოდ თხოვნა ხო არც ერთი თხოვნა ღმერთის მიმართ არ არის ცუდი თუ ის თავისთავად რაიმე ისეთ ბოროტშინა არ შეიცავს, ან რამე ბოროტი მიზნით თუ არ არის. ყველა თხოვნა ღვთის წინაშე მეტნაკლებად კარგია, თუნდაც ადამიანი რო იმ მატერიალურს ითხოვს, ამაში შეიძლება კეთილი მხარი ამაში ის დავინახოთ, რომ ამ ადამიანს მაინც ღმერთი ეიმედება. ანუ მისთვის მაინც მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურს ითხოვს, მისი საყრდენი მაინც ღმერთია, მაინც წყარო მისთვის ღმერთია. რა თქმა უნდა, ახლა ამაღლებულია, რაც უფრო ადამიანი სულიერს ითხოვს, მით უფრო მეტად უკეთესია, მაგრამ აი, როდესაც კაცი დამწყებია, ხო, ქრისტიანობაში, ის რომ მან მატერიალური ითხოვოს, ამაში დასაზრახი არაფერი არ არის, თუმცა ამაში არ უნდა დარჩეს. შემდგომში იმდენად უნდა ამაღლდეს მისი ცნობიერება, მისი ქრისტიანული ცხოვრება, რომ საბოლოოდ მისი სათხოვარი უკვე გახდეს სულიერი და არა მატერიალური და ნივთიერი. და ითხოვნითი ლოცვა, ხო, საერთოდ ლოცვა არის ესეთი, მამები ამბობენ, რომ არის ლოცვის ესეთი სამი ფორმა. ერთი ეს არის თხოვნითი ლოცვა, მეორე ეს არის მადლიერებითი ლოცვა და მესამე ეს არის დიდების მეტყველებითი ლოცვა. აი თხოვნითი ლოცვა ხო შედარებით დაბალი ფორმაა მაინც, იმიტომ რომ საჭიროებიდან გამომდინარეა თხოვნითი ლოცვა, მაგრამ ამ თხოვნით ლოცვაშიც არის მეტნაკლებობა, აი რაღაცა უფრო სათხოვარი უფრო დიდია და რაღაცა სათხოვარი უფრო დაბალი. და აი ყველაზე დიდი თხოვნით ლოცვაში, აი ყველაზე დიდი თხოვნა რა შეიძლება იყოს? თხოვნითი ლოცვაში ყველაზე დიდი თხოვნა არის, როდესაც ადამიანი ღმერთს თხოვ. აი მაგალითად როდესაც შვილი მამას თხოვს, სიტყვაზე ვთქვათ, აი მანქანას და მამა უსრულებს თოვნას, თხოვს სახლს, მამაც უსრულებს თოვნას. მაგრამ აი ყველაზე უფრო მეტად მამას რა გაუხარდება შვილისგან, რისი თხოვნა? ყველაზე უფრო მეტად მამას შვილისგან იმის თხოვნა გაუხარდება, რომ მამა დარჩი ჩემთან და მამა მე მინდა რომ შენთან ვიყო. ანუ მინდა რომ ერთად ვიცხოვროთ. აი ეს ყველაზე უფრო მეტად გაუხარდება მამას. და რატომ? იმიტომ რომ შვილი ხედავს, რომ აი მამის იმ მოცემულ ნივთებზე უფრო მეტად შვილს მამასთან ცხოვრება და მამასთან ურთიერთობა ახარებს. ასევე ღმერთთან მიმართებაშიც ხო, როდესაც ადამიანი ღმერთს თხოვ, ღმერთს ამაში მოსწონს ის, რომ შენ ღვთის შემოქმედებაზე, ღვთის ნებისმიერ ნიჭებზე უფრო მეტად ხო გიხარია თვითონ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა. ეს სახარებაშიც ხო მაცხოვარი ამბობს ესეთ რამეს, რომ მამა თქვენი მისცემსო სულიწმინდას მას, ვინც ითხოვსო. ანუ მაცხოვარმა ამ სიტყვებით მიგვითითა იმაზე, თუ რა უნდა ითხოვოს ადამიანმა ლოცვაში. და ყველაზე დიდი თხოვნა არის სწორედ ის, რომ ღმერთს ღმერთი თხოვო, ანუ ის, რომ ღმერთი შენთან იყოს და შენ ღმერთთან იყო. ამის შემდეგ ესეთი მეორე ლოცვა, უფრო ამაღლებული ლოცვა, ეს არის მადლიერებითი ლოცვა. როდესაც ადამიანი მადლობს ღმერთს. და აი მადლიერებითი აი ხშირად არის, რომ ტაძარში მოდის ადამიანი და ითხოვს მაგალითად კურნებას, რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მართლაც განკურნებულა, მაგრამ აი იშვიათად რომ შემდგომ ვინმე მოდის აი მადლიერების სათქმელად, სამადლობელი ლოცვისთვის. და არადა ეს მადლიერებითი ლოცვა ძალზედ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მადლი ხო სწორედ მადლიერებით მრავლდება. და ეს კარგად ჩანს სახარებაში, როდესაც მაცხოვართან მიდის 10 კეთროვანი და ევედრებიან კურნებას. და მაცხოვარიც ეუბნება, რომ წადით და მღვდლებს ეჩვენეთო. და ეს 10 კეთროვანიც მიდის გზაში და 10-ვე ინკურნება, მაგრამ 10-დან ერთი ბრუნდება და ეუბნება მადლობას ღმერთს. და მაცხოვარიც ეუბნება, რომ შენ მარწმენამ გიხსნა შენო. ანუ ამ 10 კეთროვნის პირველი განსაცდელი იყო ის, რომ 10-ვე სნეული იყო. მაგრამ როგორც კი განიკურნენ, ხო დადგნენ ახალი განსაცდელის წინაშე, უმადურობის წინაშე დარჩა ეს 9, უმადურობის განსაცდელში დარჩა და ის ერთი კიდე, რომელიც მივიდა ღმერთთან მადლობის სათქმელად, მაშინ კიდე უფრო მეტად გამრავლდა მადლი. გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ამ კეთროვანმა, რომელიც მადლობა თქვაო, კიდე უფრო მეტი მიიღო, საერთოდ ხსნა მიიღო სულის. ანუ ამ მადლიერებამ მაშინ მადლის გამრავლება გამოიწვია. ამიტომაც არის აი მადლიერებით ლოცვას ხო ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ადამიანი ხო, როდესაც ლოცულობს და არ ეძლევა რაღაცა, ხო
უნდა გააგრძელოს ლოცვა, თხოვნით ლოცვაში უნდა დარჩეს, მაგრამ თუ კი მიიღო, ხო, მისი ლოცვა ისევ უნდა გაგრძელდეს, ოღონდ უკვე მადლიერებით ლოცვაში უნდა გადავიდეს. და მესამე ყველაზე ისეთი დიდი ლოცვა და ყველაზე ამაღლებული ლოცვა ეს არის დიდების მეტყველებითი ლოცვა. როდესაც ადამიანი ღმერთს ადიდებს და ეს დიდების მეტყველებითი ლოცვა იმიტოა დიდი, რომ ის ღვთის დიდების დანახვის ნაყოფია. და ამიტომ არის ეს დიდების მეტყველებითი ლოცვა დიდი და აი დიდების მეტყველებითი ლოცვა ეს არის აი შინაარსობრივად იგივე არაც აი იყავ ნება შენი. იმიტომ რომ ადამიანი როდესაც დაინახავს ღვთის დიდებას, აი მაშინ შეუძლია სრულად მიენდოს ღმერთს და მაშინ ამბობს იყავ ნება შენი. აი როგორც ეს პავლე მოციქულმა თქვა, ხო, როდესაც ქრისტიანების დასაჭერად მიდიოდა და ნათელი იხილა მაცხვარი გამოეცხადა, ვინ ხარო შენ პავლე ეკითხება და მაცხვარი ეუბნება მე ვარო ქრისტე. და პავლე მუხლებზე დავარდა და ეუბნება რას მიბრძანებო უფალო. ანუ რას მიბრძანებ უფალო და იყავ ნება შენი. ეს შინაარსობრივად ხო ორივე ერთი და იგივე ლოცვაა. ანუ ორივე გამოხატავს იმას, რომ მზად არის ღვთის ნებისმიერი სურვილის და ბრძანების შესასრულებლად და საერთოდ ადამიანი როდესაც ლოცვად დადგება და ლოცულობს ღმერთის წინაშე, ხო? ადამიანმა ყოველთვის უნდა განუცხადოს თავისი სურვილი, რა ტკივა, რა ცოდვა აწუხებს, რა ვნება აწუხებს და ასე შემდეგ და უნდა თხოვოს თავისი სათხოვარი ღმერთს, რაც სათხოვარი აქვს და ამავდროულად ადამიანი ხო ყოველთვის გამზადებული უნდა იყოს იმის აღსასრულებლად რასაც მას ღმერთი უბრძანებს. ანუ იყავ ნება შენი, ხო ეს განცდა ადამიანმა საკუთარ თავში ყოველთვის ეს მზადყოფნა იყავ ნება შენისთვის, ეს მზადყოფნა ადამიანმა ყოველთვის უნდა დატოვოს საკუთარ თავში. აი მაცხოვარიც ხო, როდესაც ლოცულობს და გადის გეცამანიის ბაღში სალოცავად, სამივეჯერ ერთი და იგივე ლოცვას ამბობს, ევედრება ღმერთს, რომ ამარნიდეს სასურმელი ესეო, მაგრამ ამავდროულად ბოლოს ამბობს იყავ ნება შენიო. ანუ შენ ადამიანმა შენი განწყობა და შენი მდგომარეობა უნდა განუცხადო ღმერთს, მაგრამ ამავდროულად თუ ღმერთს სხვა რამე აქვს ჩაფიქრებული შენთან მიმართებაში, აი ამისთვის ყოველთვის გამზადებული უნდა იყო ამ ლოცვით, რომ იყავ ნება შენი. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამო. და მაინტერესებს ძალიან ბევრი კითხვა ალბათ ჩვენს მეასაც გაუშვება და ლოცვის შესახებ რაღაცა უნდა ვილაპარაკო, რაღაცა ინდივიდუალურია და მაინც ყველას აქვს პირობითად თავისი რაღაცა გაგება და ასე შემდეგ. ზოგს ეს ურჩევნია, ზოგს ისე ურჩევნია, ზოგი რაღაცნაირად სხვანაირად კითხულობს ლოცვებს, რაღაცა გამორჩეულად ასე შემდეგ და ბევრზე მიკითხავს მამაო, რომ ჩვენს მელეს მიიღო ძალიან ბევრი პასუხი. ერთმა მოძღვარმა მითხრა, რომ სიტყვაზე ლოცვისას როცა გონება გეფანტება და რაღაცა გებძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ დარწმუნდე იმაში, რომ შენი ლოცვა უფლამდე მიდის და ეს ბოროტი გიშლის ხელს. მეორე მოძღვარმა მითხრა, რომ როცა აი გონება გეფანტება, ესე იგი შენ ჩამოყალიბებული იმდენად არ ხარ და მლოცველად არ ითვლები. მესამე კიდე სხვა რაღაცა მითხრა. ანუ მამაო, ეს არის ინდივიდუალური პრაქტიკიდან გამომდინარე თუ როგორ არის, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, რომ აი შენ თვითონ გძნობ თუნდაც გონება გეფანტებოდეს, რომ მაინც შენი უფლამდე მიდის შენი ლოცვა. შეიძლება გონება არ გეფანტებოდეს, მაგრამ არ მივიდეს უფლამდე, ხო, შენი ლოცვა. და არ იყოს შესმენილი, ხო? მამო, აი როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ თავის ლოცვებში ელის ასწავლს. არის მოლოდინში და არის ძალიან თუნდაც აი რა ვიცი, ბევრი მიცვალებულის პატრონი, ბევრი ასე შემდეგ, ხო? და იმედია ლოცვა, ხო, ყველაზე დიდი იმედია, რაც კი ადამიანს რამე თუ შერჩენია, ხო? ბოლო თუნდაც, ხო? აი მამო, თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც ლოცვის მოლოდინშია და თვითონ ამ ლოცვაში აი ესეთი ბრძოლები აქვთ რა. აი ლოცვაში წინააღმდეგობა და ბრძოლა რო აქ ყველას აქვს აბსოლუტურად. შეიძლება ლოცულობდე ტელეფონი გირეკავდე, შეიძლება ხე მე რო ლოცულობ, მაგალითად ეჩემი კარ შემოაღებს ხოლმე. არ შემიძლია და ვერ ლოცულობ მე მაგალითად ფიზიკურად აი არ შემიძლია რომ ვინმე თუ შემოდის ან გადის ან ეკლესიაში ოდგება, არ შემიძლია ეს ლოცვა, რა ვიცი. აი სხვის დასანახათაც ვერ ლოცულობ და ასე შემდეგ რა. აი რამდენად უნდა იყოს, რა ვიცი, ეს აი ხელისშემშელი ფაქტორები არის ძალიან ბევრი ახლავს. აი ისეთი რაღაცა მოგივა, რაც შეიძლება წელიწადში ერთხელ მოგივიდეს, მაგრამ იმ ლოცვისას მოგივა. თუ შეიძლება ბოდიში გიხდით რომ აი ლოცვა არსებობს მაგალითად პირველი ეტაპი ლოცვის, როდესაც ადამიანი ლოცულობს და ცდილობს იმას, რომ გულისიტყვები, გულისხმები არ შემოუშვას. მეორე ლოცვა ეს არის, რომ უფრო ამაღლებული მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უკვე გონებით ლოცულობს. ანუ გონიერ ლოცვას რასაც ეძახიან, ანუ გონიერი ლოცვა ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უკვე გონებით ლოცულობს და მისი სიტყვა, მისი გონება ლოცვის სიტყვებშია.
და მესამე ლოცვა ეს არის უკვე გონებით აღტაცება. და აი ამ სკოლას თავის საფეხურზე აქ თავისი აი პირველი ლოცვა ხო, როდესაც ადამიანი ლოცულობს ხო, მას ებრძვის გულისხმები, ასე დროს ადამიანი ვარჯიშობს იმაში, რომ ეს გულისხმები მოშორდეს. და ამის შემდეგ ხო ადამიანი გადადის უკვე ყურადღებით ლოცვაში, გონიერ ლოცვაში და ბოლოს უკვე ამ ყველაფრის ნაყოფია აღტაცება, ხო? მაგრამ აი ეს აღტაცებული მდგომარეობა, როდესაც აი შენ ამბობ, რომ შენ თქვი რომ აი ადამიანის სასწაულს ელოდება ლოცვაში და რაღაც ნათლის დანახვას ელოდება, ამისკენ არ უნდა იყოს აქცენტი ადამიანის, რომ შენ აი ლოცვის დროს რაღაცა ნათელი იხილო. ჩვენი ყურადღება ხო ლოცვის დროს უნდა იყოს იმაზე, რომ რაც შეიძლება ყურადღები და გონიერად ვილოცოთ, გონებრივად ვილოცოთ და ნათელს დავინახავთ თუ არ დავინახავთ, ხო? და სასწაულს დავინახავთ თუ არ დავინახავთ, ეს უკვე ღმერთზეა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენზე დამოკიდებული არის ის, რომ ჩვენ გონიერად და ყურადღებით ვილოცოთ. ეს ნათლის დანახვაზე აქცენტი ხო, ეს არის აი მაგალითად ინდუიზმში, ბუდიზმში, იქ მიზანი არის ის, რომ ადამიანმა ნათელი იხილოს. და ჩვენთან კიდე ხო მართლმადიდებლური სწავლებით ლოცვის მიზანი არ არის ის, რომ ნათელი ვიხილოთ. ჩვენი ლოცვის მიზანი არის ის, რომ ჩვენ განვიწმინდოთ და ღმერთთან კავშირში ვიყოთ და გონიერად და სწორად ვილოცოთ და ნათელს ვიხილავთ თუ არ ვიხილავთ, ეს უკვე ღმერთზეა დამოკიდებული. აი მაგალითად ეს ესეთ რამეს გავს, რომ აი ადამიანი რომელიც ცოდვილია და ღმერთს თხოვს ხო კურნებას, შეიძლება აი შევადაროთ, რომ პატიმარი რომელიც ციხეში ზის და ითხოვს სიმდიდრეს, ან ითხოვს მანქანას. რა აზრი აქვს ხო? რა თუნდა პატიმარს ციხეში მანქანა ან სიმდიდრე. პატიმრის სწორი ლოცვა არის ის, რომ პატიმარმა თავისუფლება უნდა ითხოვოს. და თავისუფლებას რომ მიიღებს ხო, აი ამის შემდეგ უკვე სწორი იქნება, რომ სხვა ლოცვა ილოცოს, რომ ილოცოს ის, რომ ღმერთს უფრო მეტად მიახლოს, უფრო მეტად გაიგოს ღმერთი და თუნდაც აი ამის შემდეგ უფრო სწორი იქნება, თუნდაც მიწიერი თვალსაზრისით ის, რომ ადამიანმა მანქანა ითხოვს და უგუნურება არის კაცი, რომელიც ციხეში ზის და სიმდიდრეს და მანქანას ითხოვს. ასევე უგუნურება არის, როდესაც ადამიანი ლოცულობს და ნათელს ითხოვს, როდესაც ჯერ კიდევ ადამიანი ცოდვაშია. ანუ ჯერ ადამიანმა თავიდან უნდა იცხოვოს ის, რომ სწორი და ისეთი გონებრივი ლოცვა ქონდეს და ნათელს მიიღებს თუ არ მიიღებს, ეს უკვე ღმერთზეა დამოკიდებული და არა ადამიანზე. დიახ, ძალიან დიდი მადლობა და მამაო, თუ შეიძლება ზარმაცების ახალი აზრი არის ესეთი, რომ აი შენ რამდენიც არ უნდა ილოცო, მაგას აზრი არ აქვს, შეიძლება ერთი გულით თქვა უფალო შეგვიწყალენ და ყველაფერი დალაგდეს, მოგიგვარდეს და რა ვიცი, 64-შიც მოხდე და ასე შემდეგ და ეზარებათ ხოლმე ძალიან ბევრი იყენებს იმას, რომ აუ ეხა ამდენ ფსალმუნებს და იმას რომ კითხულობ, ნეტა ერთი შენ ერთი მთავარია გულით თქვა ერთი მამაო ჩვენო და მორჩენილია და მთავარია რა გულით მიხარ უფალთან ასე შემდეგ. რამდენად მამაო მართალია ეს, იმიტომ რომ გაზარმაცდა ადამიანი და ბევრს მოსწონს ეს აზრი და ბევრი იყენებს იმას, რომ აუ ძილის წინ პირჯვარს გადავიწერ ეხლა და დავიძინებ და იმიტომ რომ ჩემ აზრი არ აქვს, მაინც ჩემ 1 საათიან ლოცვას იმას რაღაც საღამოს ლოცვისას და ან ასე შემდეგ. რამდენად მომცდარია თუ მართალია ეს აზრი, იმიტომ რომ ძირითადად ქართველები, რომლებიც გაზარმაცდნენ, ზოგი დაღლილი ალბათ, ზოგი რა ვიცი, პრობლემის ქვეშ არის, ის კიდე ცალკეს გადასაწყვეტია, მაგრამ ის ადამიანები, ვისაც დრო აქვს და ზარმაცობს, აი ესეთ მეთოდებს იყენებს, რომ მე მაინც სუფთა გულით ვერ ვილოცებ იმას. და მირჩევნია ეს გულით თქვა, ჯერ არ ვიცი, იცის თუ არა გულით, იტყვის თუ არა იმერც, მაგრამ მაინც რამდენად მომაოს სწორია თუ არ არის სწორი ის აზრი? ხო, ამას გააჩნია ადამიანი, აი რა განწყობით ამბობს, თუ ფიქრობს იმას, რომ აი ლოცვაში შრომის გარეშე ერთხელ იტყვის უფალო შემიწყალე და ეს გულით ნათქვამი იქნება, ეგ შეუძლებელია, იმიტომ რომ ადამიანმა ლოცვა უნდა მოიპოვოს. აი ლოცვა შრომა ჭირდება იმისათვის, რომ ადამიანმა გული ისეთი წმინდა და სუფთა ლოცვა მოიპოვოს, შრომის გარეშე შეუძლებელია. ნუ თუ ადამიანი არ განიწმინდა და თუ ადამიანი არ ამაღლდა ხო მიწიერზე, შეუძლებელია რომ გულით ესეთი ლოცვა თქვას ერთხელ ესე აღმოხდეს, რომ უფალო შემიწყალე და ეს ესე სწორად იყოს ნათქვამი. მაგრამ თუ ამას ადამიანი ამბობს, რომ ჩემ ლოცვას აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ განცდა აქვს საკუთარი ცოდვის, აი ფიქრობს იმას, რომ არა აკადნიერება ღვთის წინაშე ილოცოს და აქედან გამომდინარე ამბობს, რომ ვერ ვილოცებ ღვთის წინაშე. ასე დროს ამის გარშემო უამრავი მაგალითებია სახარებაში. აი საკუთარი ცოდვის და უღირსების განცდა ქონდა ავაზაკს, მეზვერეს და მათი ლოცვა ისმინა ღმერთმა. და ამ ადამიანებს რო არ ელოცათ, ხო, ღმერთი არ ისმენდა. არ შეისმენდა მათსას და ვერ მიიღებდნენ ხსნას. არა იმიტომ რომ არ ილოცეს, არამედ იმიტომ არ ილოცეს, რომ ღმერთი ვერ დაინახეს სწორად.
ანუ რადგანაც ღვთისკაცმოყვარება ვერ დაინახეს, ამიტომ არ ილოცეს და ამიტომ შედეგად ვერ მიიღებდნენ ხსნას. ასე რომ ამ ადამიანების ყურადღება ხო ამ თუნდაც მეზვერის, ამ თუნდაც ავაზაკის ხო მათი აქცენტი იყო, მათი ყურადღება იყო მიმართული ღვთისკაცმოყვარებისაკენ. უფრო მეტად ვიდრე საკუთარი ცოდვისკენ. საკუთარ ცოდვას თუმცა ხედავდნენ, მაგრამ უფრო მეტად ღვთისკაცმოყვარების იმედი ჰქონდათ. და ამიტომაც იყვნენ შესმენილები. და აი იუდა ხო მაგალითად იუდამ დაინახა ის რომ გამცემელი იყო და თქვა ხომ კაცი მართალი გავეციო და დაყარა ეს 30 ვერცხლი. მაგრამ იუდამ ხო საბოლოოდ მაინც ღმერთი ვერ დაინახა, ბოლომდე ვერ დაინახა ღვთისკაცმოყვარება, ვერ დაინახა ღვთისმოწყალება და ამიტომაც არ იყო შესმენილი და თუ კი ადამიანი ხო აი ღვთისკაცმოყვარებას ვერ ხედავს და ამის გარეშე ხედავს საკუთარ ცოდვას, ასეთი ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება და ცუდ დღეში აღმოჩნდება. ამიტომ ადამიანმა საკუთარ ცოდვასთან ერთად პირველ რიგში უნდა დაინახოს ღვთისმსიდიადე და ღვთისკაცმოყვარება. და ამის შემდეგ უკვე მისი ესეთი სინანულით ლოცვა სწორი და მართალი იქნება და შეისმენს ღმერთი მისეს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო და რაღაცა ესეთი ჩემი რაღაცა შეხედულება მაქვს, არ ვიცი შეიძლება რადიკალური რაღაც ხანე ჩემი პირადი ხედვა არის ეს. ამდენად საჭირო არის ლოცვის ამბავში ვიღაც კურთხევა. ზოგი ამბობს მაგალითად თუ შენ ლოცვასო მე ძალა აქვსო, მღვდელი რო გადის კურთხევს, მაგრამ მე ხა მე თუ 3 საათზე გამეღვიძა და დაუჯდომელი საკითხვა მომინდა, ეხლა ჩემ მოძღვარს ხო არ გავაღვიძებ და ხო არ დაუწყებ და კურთხევა მომეცით რომ წმინდა გიორგის დაუჯდომელი წავიკითხო. ან ასე შემდეგ. ამდენად მამო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ სენით ავად რომ შეიძლება დაუცადოს, არ ილოცოს რომ ხვალამდე ან ზეგამდე დაუცადოს მოძღვარს და დაინახოს და კითხოს რომ შეიძლება რომ 90 ფსალმუნი წაიკითხოს ან არა, იმიტომ რომ ვინაიდან ღმერთთან ურთიერთობაა ლოცვა, ვიღაცას არ უნდა კითხო თუ არ უნდა კითხო ის რომ იცი რა არის გამარჯობათ მამა ბასილ, შეიძლება რომ ღმერთს ვეურთიერთო, რამდენად შესაძლებელია მამო ეს მომენტი, იმიტომ რომ ფაქტია რომ რაღაც მორჩილებაც უნდა გქონდეს. ოღონდ ერის ხალხზე გეუნებით, ეხა ბერებზე არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ერის ხალხზე გეუნებით, თუნდაც სასულიერო პირებზე შეიძლება რომ კითხოთ. აი ამ შემთხვევაში მამო როგორ არის ადამიანება ყველაფერზე უნდა აიღონ ნებართვა, რომ აი სიტყვაზე გაიღვიძა და დაურეკოს ან ნახოს მოძღვარი, რომ სიტყვაზე უნდა დაუჯდომელი წაიკითხოს მინდა ბარბარესი ან ასე შემდეგ. თვითონ აი ლოცვა ხო, თუ ადამიანს ლოცვითი განწყობა შემოუვიდა ხო, ჯობია ესე დროს ილოცოს. იმიტომ რომ საერთოდ ლოცვა ხო ეს არ იწერებოდა ესე აკადემიურად, ესე მაგიდასთან არიჯდნენ წმინდა მამები და ესე არ წერდნენ ლოცვას. ლოცვა ეს იყო აი სულის განწყობა, მდგომარეობა. აი მაგალითად დავით მეფსალმუნემ ხო, როდესაც ცოდვაში ამხილეს, მაგიდასთან არ დამჯდარა და არ დაუწყია ესე ჩაფიქრებით 50 ფსალმუნის წერა. პირდაპირ აღმოხდა მის სულს და თქვა მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითაო. და ეს ლოცვა იწერებოდა ადამიანის სულით, ადამიანის განწყობით და შემდეგ უკვე გადადიოდა ქაღალდზე. და დღეს ჩვენ ხო ლოცულობთ სხვის ლოცვებს. გვიკავია ლოცვანი და ლოცულობთ იგივე ბასილი დიდის ლოცვას, იგივე სიმონ ღვთისმეტყველის ლოცვას, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ჯერჯერობით ჩვენი ლოცვა. და ადამიანი ხო უნდა ისწრაფოდეს იქითკენ, რომ მან მოიპოვოს საკუთარი ლოცვა, თავისი ლოცვა, რომელიც ყველაზე უფრო დიდი, ანუ ლოცვა, რომელიც პირადი განწყობიდან მოდის. და თუ ადამიანს ხო აი შვაღამეს გაიღვიძა და მოუნდა ლოცვა, რაღაცა მასში აღიზრა ხო ლოცვის სურვილი და განწყობა, მაშინ მან უნდა ილოცოს და შემდეგ მეორე დღეს შეუძლია მოძღვართან გაარკვიოს და უთხრას როგორ და რანაირად და საერთოდ ლოცვა ეს არის აი მაინც პირადი პრაქტიკა არის, აი როგორც სხეულებრივად ხო ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ხო ვიღაცა მაღალია, ვიღაცა დაბალი, ვიღაცა გამხდარია, ვიღაცა კიდე მსუქანი. ასევე ყველა ადამიანს ხო თავისი სულის განწყობა აქვს, სხვადასხვა განწყობა აქვს ყველა სულს, ვიღაცას სწრაფი ლოცვა მოსწონს, ვიღაცას უფრო ნელი ლოცვა, ვიღაცას კიდე შვაღამის ურჩევნია ლოცვა. ეგ ყველაფერი აი თვითონ პიროვნულია, ხო ადამიანზეა დამოკიდებული როგორ და რანაირად ილოცებს, მაგრამ აი ერთი რამე არის გასათვალისწინებელი, რომ აი სახარებაში ჩვენ ვიცით დედაკაცმა, რომელმაც შესწირა 2 ლეპტა, მაცხოვარმა შეიწირა მისი შესაწირავი. იქიდან გამომდინარე, რომ სრულად გაიყო რაც გააჩნდა. ასევე როდესაც ადამიანი ლოცვაზე დადგება, ხო და ილოცებს,
მას სინდისი არ უნდა ქენჯნიდეს იმაში, რომ აი თავის ლოცვას რაღაცა დააკლო. ან შეეძლო უფრო მეტხანს ელოცა და უფრო ნაკლები დრო ილოცა, ან შეეძლო უფრო ყურადღებით ელოცა და უფრო ნაკლები ყურადღებით ილოცა. ანუ ჩვენი ლოცვის თუ შეიძლება ასე ითქვას მაკონტროლებელი, უნდა იყოს ჩვენი სინდისი. ნუ სინდისმა არ უნდა დაგიწყოს ქენჯნა, როდესაც ლოცვას დაამთავრებ, რომ შენ ან უფრო ცოტა ილოცე, ან უფრო უყურადღებოდ ილოცე. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო და რა არის ლოცვის შემცვლელი? ნუ არიან ადამიანები, რომელიც სნეულებასა შინა არიან და ვერ ლოცულობენ, ხო, მაგრამ ამ სნეულებით უფრო შეიძლება ახლოს იყვნენ, ხო, ღმერთთან. არიან ადამიანები, რომელიც ვერ მეტყველებენ, ვერ კითხულობენ, რავი, ძალიან ბევრი პრობლემა არის და არიან ადამიანები, უბრალოდ აი მაგალითად ყოფილა შემთხვევა, რაღაცა ლოცვა ვერ წაიკითხე, მაგრამ ამის სახელზე რაღაც სიკეთე გააკეთე, გაჭირებულს დაეხმარე, რაღაც ასე შემდეგ, ხო? ხა ის ხო არ არის, ლოცვა შეიძლება რაღაცა ვერ წაიკითხო, მაგრამ აზრშენებლობაში იმ დღეს დილიდან მიეხმარო, ხო ვიღაცას და სიტყვაზე იქ უფრო მეტი ლოცვა მოიპოვო და ღმერთთან ურთიერთობა, ხო? თუ არის მამაო ისეთი გამონაკლისები, იმიტომ ძალიან ერთი წუთი დარჩა. და თუ შეიძლება რამით რო შეცვალოს იმ ადამიანმა ლოცვას, ვინც ვერ ახერხებს, რამე ხერხია, რამე ის თუ არის ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ ვიცი რომ აი ადრე იყო ესეთი რაღაც წირვას ვინც ვერ ესწრება, რაღაცა ფსკვნილი 1500 ის იყო. გახსოვთ თქვენ თუ იცით ეს, ხო მე მგონი ეხლაც არის, ხო რაღაცა 1500 ჯერ უნდა თქვა უფალო შეგვიწყდნენ და ასე შემდეგ რაღაცები იყო, ხო? შესაბამისი რაღაც შემცვლელი რაღაცები. თუ შეიძლება თუ არის ეხლა ლოცვის შემცვლელი, იმიტომ წამები დარჩა და დიახ ესეთ დროს ერთადერთი რაც შეიძლება აი დოსითეს ცხოვრებაში არის, როდესაც აი დოსითე მძიმედ ავად არის, ნეულია და ვერ ახერხებს ლოცვას, მაშინ აბადოროთ ეუბნება, რომ ღვთისხსოვნა დაიმჭირეო. ანუ ღვთისხსოვნა კონდესო გონებაში. ანუ საკუთარი თავი დააყენე ღვთის წინაშე. აი ეს შეიძლება ესეთ დროს, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს ლოცვას და სნეულია და ვერც სიტყვას ამბობს, ვერც ფსკვნილს იჭერს ხელში, მაშინ ესეთ დროს შეუძლია, რომ აი ღმერთი ახსოვდეს სამჟავრო, ახსოვდეს სიკვდილი და აი ამან შეიძლება ჩაანაცვლოს მისი ლოცვა. მაგრამ ასევე თუ გვინდა რომ ჩვენი ლოცვა ღმერთმა ისმინოს, აუცილებელია ერთი რამ, რომ მართლმადიდებლობაში არის ესეთი სწავლება, მორჩილს ღმერთი ემორჩილება. და ვინ არის მორჩილი? აი მორჩილი ხო სიტყვა ბერძნულიდან ბერძნულში აქვს მნიშვნელობა მსმენელის. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ღმერთს უსმენს. და ადამიანი, რომელიც ღმერთს უსმენს, სწორედ მას უსმენს ღმერთი. და თუ გვინდა რომ ჩვენ ღმერთმა გვისმინოს, თავიდან აუცილებლად ჯერ ჩვენ უნდა მოусმინოთ ღმერთს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო მომბრძანებისათვის. ძალიან გაგვახარეთ ესე თემა, რომ ვერ ამოვწურავთ, ეხლა ძალიან ბევრი კითხვა დამჭა კიდე. სათქმელი რაღაც სამწუხაროდ უბრალოდ ფიზიკურად 1-2 საათი კიდე დავსვავდი ამ კითხვებს. უბრალოდ მადლობას მოგახსენებთ მომბრძანებისათვის და კიდევ გვეწევი და აუცილებლად გავაგზავნებთ ამ თემას. დიდი მადლობა მამა შიო კვარაცხელია გახდათ არქიმანდრიტი ჩვენი სტუმარი, რომელიც სახურობს სამების საკათედრო ტაძარში. მე გახდით გიორგი დარასელია, შაბათს დაგიბრუნდებით საღამოს 9:30-ისთვის აუცილებლად, ხოლო ეს გადაცემა ხვალ დილის 7:30-ისათვის გავა ეთერში. კარგად ბრძანდებოდეთ და დროებით წარმატებით.